რა პრობლემა შეიძლება მოგვიტანოს ამ ტკიპებმა და რა ტიპის ტკიპები არსებობს? ანუ წავიდა ეს COVID-19? თუნდაც 0.1%-ის რისკის არსებობის გამო მაინც არის მნიშვნელოვანი, რომ უარი ვთქვათ სახლში მოხუფული კონსერვის, ასე ვთქვათ, მიღებისგან. დავაბიჯეთ ფეხის ჟანგიან ლურსმანს, ანუ რამდენად დიდი ალბათობა ტეტანუსის განვითარების. ნაწლავურ ინფექციებს იწვევს როგორც ბაქტერიები, ასევე ვირუსები, ასევე ვთქვათ სოკოები, უმარტივესები, ტოქსინები და ასე შემდეგ. მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ მორიგ ეპიზოდს პოდკასტისა ოთარი ექიმო და ძალიან მაგარი სტუმარი მყავს დღეს Global Med-ის ინფექციური მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი საქართველოში, უმაგრესი სპეციალისტი და კოვიდის პერიოდში განსაკუთრებით ვარსკვლავი გახდა ბატონი ალექსანდრე. მოგეხსენებათ და დღეს ჩემი სტუმარია, ასევე ჩვენ მეგობრები ვართ და ესეც დამსახურება თქო როგორ თქვა ბჭყალებში, მაგრამ კოვიდის დამსახურებაა, რომ ჩვენ დავმეგობრდით და იმის მერე ესეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ძალიან მეამაყება, რომ ბატონი ალექსანდრე ჩემი მეგობარი და ჩემი სტუმარია. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. სანამ დავიწყებ თქვენთან საუბარს, მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თვალის კლინიკა Eyeline-ია ჩვენი სპონსორი. ნებისმიერი პრობლემა შეგიძლიათ დისკომფორტის გარეშე მოაგვაროთ ამ კლინიკაში, თუნდაც მოიხსნათ სათვალე სულ რამდენიმე წუთში. დიდი მადლობა Eyelines, რომ არა ეს კლინიკა, ჩვენი პოდკასტიც არ იარსებებდა, ჩვენ სერიოზული თანამშრომლობა და მეგობრობა გვაქვს ამ კლინიკასთან. მოკლედ, მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი და მოკლედ თემა ძალიან ბევრია. მე წინასწარ ვიცი რომ ყველაფერზე ვერ მოვასწრებთ საუბარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანზე მაინც ვისაუბროთ, ვისაუბროთ აქტუალურ თემებზე, ვისაუბროთ სახალხო თემებზეც, ის თემები, რომლებიც და ის საკითხები მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს. და მოდი დავიწყოთ ასე, სეზონური მაინც ზაფხულია ახლა და სეზონური ინფექციები რა გვაქვს? ახლა რა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მიმართულებით? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა კიდევ ერთხელ ამ ფორმატში რომ ხვდებით ერთმანეთს. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და ყოველთვის უყურებთ თქვენ პოდკასტს და ძალიან საინტერესოა და სულ აქტუალური თემები გაქვთ, საინტერესო სტუმრები გყავთ და დიდი მადლობა, დიდი მადლობა. გულშემატკივრი ვარი გახლავართ. ვიცი, ეჭვიც არ გვეპარება. თქვენი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომეცა საშუალება, რომ ასეთ თქვა საინტერესო თემებზე, ასეთ საინტერესო გარემოში ვისაუბროთ. რაც შეეხება ზოგადად ინფექციებს და სეზონურ ინფექციებს, ვიტყვი რომ თქვა ინფექციები და ზოგადად მიკროორგანიზმები ჩვენთან ერთად თანაცხოვრობენ და ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერანაირად ასე გვერდს ვერ აუვლით, უბრალოდ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ის, რომ აი ამ ასე თქვა მიკროორგანიზმებთან შედარებით უსაფრთხოდ ვიცხოვროთ, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვა გავატაროთ ის პრევენციული ღონისძიებები და თავიდან ავიცილოთ ესა თუ ის ამა თუ იმ დაავადებებთან და ამა თუ იმ მიკროორგანიზმებთან კონტაქტი. ზაფხული გამორჩეულია იმით, რომ საკმაოდ მრავალფეროვან ასე თქვა ინფექციურ დაავადებებთან გვაქვს ასე თქვა შეხება და რამდენიმე მათგანს გამოყოფთი დროის სიმწირიდან გამომდინარე მაინც ყველაფერს ერთად ვერ ჩავშლით, თუმცა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო. პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის დროს და რაც ჩემს პრაქტიკაში და არა მხოლოდ ჩემს პრაქტიკაში ხშირად ხდება ხოლმე, ეს არის ასე ვთქვათ, ნაწლავური ინფექციები, საკვებისმიერი ინტოქსიკაციები, ხო? მე ხა მაქვს იმის ასე ვთქვათ საშუალება რომ პაციენტებს როგორც ამბულატორიულ რეჟიმში დავაკვირდე, ასევე სტაციონარულ რეჟიმში და ივლისი, აგვისტო, სექტემბერი გამორჩეულია იმით, რომ დრამატულად იმატებს პაციენტების რაოდენობა, როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარში, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, გასტროინტესტინალური ჩივილები და მწვავე ნაწლავური ინფექცია. ეს გამოიხატება რაში? დიარეაში? რაც შეეხება, ხო, რა სიმპტომები ახასიათებს, ხო? ყველა, ასე ვთქვათ, თითქმის ყველა ნაწლავურ ინფექციას აქვს მსგავსი სიმპტომატიკა. მწვავე დასაწყისი
ნაწლავთა დისფუნქცია, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურული რეაქცია. ეს არის ის სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ნაწლავურ ინფექციებს, გარკვეულ შემთხვევაში საკვების მიერ ინტოქსიკაციებს. ამიტომ მხოლოდ ამ სიმპტომატიკით რომ განვასხვაოთ, ასე თქვა, თუ რომელ ნაწლავურ ინფექციასთან გვაქვს საქმე, ძალიან რთულია. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნაწლავურ ინფექციებს იწვევს როგორც ბაქტერიები, ასევე ვირუსები, ასევე თქვა სოკოები, უმარტივესები, ტოქსინები და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულ ეტაპზე ამის დიფერენცირება მოხდეს. სანამ დიფერენცირებამდე მივალთ, მაინც მინდა რომ ჩვენს მოსახლეობას რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია მივცე, რომელიც ყველასთვის იქნება, ასე ვთქვათ, სასარგებლო, თუ როდის უნდა გაამახვილონ ყურადღება, როდის უნდა მიმართონ ექიმს. ერთ რამეს ვიტყვი, რომ თუ ადამიანს აღენიშნება მწვავე, ასე ვთქვათ, ნაწლავური ინფექცია, აქვს მრავლობითი ნაწლავთა მოქმედება, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ასეთ დროს ყველაზე უფრო მეტად რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, შეგვაწუხოს და რამაც შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს, ეს არის დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება, სითხის და მინერალების დაკარგვა. ახლა ვისთვის არის ეს, ასე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დროულად იქნას ეს აღმოფხვრილი. ეს არის რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები. ეს არის ასაკოვანი ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები, 2 წლამდე ბავშვები და ადამიანები, ვისაც აქვს სხვა ქრონიკული დაავადება, მაგალითად გულსის ძარღვთა დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თუ ამ კონტინგენტში განვითარდა ნაწლავური ინფექცია, მიუხედავად ეს ვირუსით იქნება გამოწვეული ბაქტერიით თუ სხვა მიკროორგანიზმით, აი ამ კონტინგენტში მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოახდინოთ რეაგირება. ანუ პირველ 48-72 საათში უნდა მიმართოს ექიმს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლა ეს თემა აქტუალურია და ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება მსგავსი სიმპტომები განუვითარდეს და რო არ დაგვიანდეს, აუცილებელია, რომ ამ კონტინგენტში შემავალმა ადამიანებმა დროულად მიმართონ ექიმს. რატო? იმიტომ რომ ამ კონტინგენტში ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს დეჰიდრატაცია და სწრაფად შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ელექტროლიტების, მინერალების დაკარგვა, რამაც შეიძლება გარკვეულ, ასე ვთქვათ, მძიმე მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს. ახლა დანარჩენ პოპულაციაში როგორც ვიქცევით, თქვა იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს სხვა ქრონიკული დაავადებები, არ არიან რისკ ჯგუფში, მათ რა რეაგირება უნდა მოახდინონ. ზოგადად ასეთ რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე, რომ თუ ადამიანს აქვს მწვავე, ასე ვთქვათ, დიარეა, ასე ვთქვათ, გულისრევა, ღებინება, თუ არ არის რისკ ჯგუფში, რისკ ჯგუფი ცალკე აღნიშნეთ, 48 საათის განმავლობაში დაახლოებით ასე ვთქვათ, საშუალოდ რო ვთქვათ, ვაკვირდებით, სიმპტომების დინამიკა საიდკენ მიდის მატებისკენ თუ კლებისკენ, ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სახლის პირობებში მიიღოს სითხე, დაიცვას დიეტა, ვთქვათ, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, მოერიდოს პირდაპირ ინსოლაციას, ბზღის მოქმედებას, ხო? და დინამიკის მიხედვით თუ უმჯობესდება ვაგრძელებთ აი ამ სიმპტომურ მკურნალობას, თუ არ უმჯობესდება, ნებისმიერი ასაკის და იმუნური სტატუსის ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს. ეს ამას რატო გავუსვი ხაზი, რომ რისკ ჯგუფებში რეაგირება პირველივე დღეებიდანვე მნიშვნელოვანია, არა რისკ ჯგუფში გვაქვს იმის საშუალება, რომ დავაკვირდეთ 48-72 საათი და მერე მივმართოთ ექიმს. აქედან გამომდინარე, როგორც ვთქვით, რისკ ჯგუფში, ასე ვთქვათ, პირველივე დღეებში ვახდენთ რეაგირებას ასაკოვნებში, მცირეწლოვან ბავშვებში და ქრონიკულ დაავადების მქონე ადამიანებში, დანარჩენ კონტინგენტში ვაკვირდებით და თქვა დინამიკის მიხედვით უნდა მოხდეს შეფასება. ეს ყველაფერი მე კიდე ერთხელ აღნიშნავ, მოგეხსენებათ კარგად, რომ მედიცინაში არაფერი არ არის 100%-იანი და გარანტია. ეს არის ზოგადი რეკომენდაცია, რასაც უნდა მივყვეთ. გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება არა რისკ ჯგუფშიც უფრო სწრაფი რეაგირება იყოს საჭირო, მაგრამ ზოგადად ასე ხდება. ახლა რა არის ნიშნები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუნდაც არა რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებში, რომ დროულად მიმართოს ექიმს და თქვა დროულად მოხდეს რეაგირება. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მახასიათებელი არის სისხლიანი დიარეა. როდესაც ადამიანს აქვს, ასე ვთქვათ, ნაწლავთა მოქმედება და არის სისხლიანი დიარეა, ეს მიუთითებს, რომ
დიდი ალბათობით საქმე გვაქვს სერიოზულ საშიშ პათოგენთან. ეს და ძირითადად საქმე გვაქვს ბაქტერიულ აგენტთან, რომელსაც შეუძლია მსგავსი პრობლემის გამოწვევა. ანუ აქ ბოდიში ჩაგეძიები ბატონო ალექსანდრე, აქ ალისფერ სისხლზეა საუბარი და არა მელენაზე. არა მელენა, რა თქმა უნდა, შავი როდესაც არის, აქ უკვე გასტროინტესტინალური სისხლზე. აქ არის ალისფერი ან წითელ სისხლზე საუბარი. ორი რამ შეიძლება შევხვდეთ. ერთი, როდესაც სისხლიანი მინარევებია და მეორე, როდესაც მხოლოდ სისხლიანი მოქმედება აქვს ადამიანს. ორივე საყურადღებოა და სხვადასხვა რეაგირებას მოითხოვს. უბრალოდ ეხა ამას უფრო მეტად არ ჩავშლუბოთ, ერთ რამას ვიტყვი, თუ მსგავსი რამ შევნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით საქმე გვაქვს გარკვეულ, ასე ვთქვათ, სერიოზულ პათოგენთან, რომელსაც სპეციფიური მკურნალობა სჭირდება. ბაქტერიასთან. ანუ გარკვეულ შემთხვევებში ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, თუმცა არის ერთი საკმაოდ საშიში პათოგენი, ეს არის ეშერიხია კოლი, ენტეროჰემორაგიული ეშერიხია კოლი, რომელსაც შეუძლია ჰემოლიზურ ურემიული სინდრომის გამოწვევა და რომელიც საკმაოდ მძიმე პათოლოგია, ასეთოს პირიქით უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია. ხო, აქედან გამომდინარე, ენტეროჰემორაგიულ ეშერიხიაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს სისხლიანი მოქმედება, ანუ ნაწლავთა მოქმედება აქვს მხოლოდ სისხლით. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ შეიძლება იყოს ენტეროჰემორაგიული ეშერიხია, არის სხვა სიმპტომებიც, რა თქმა უნდა, ძლიერი მუცლის ტკივილი, როგორც წესი, როცა ენტეროჰემორაგიული ეშერიხიასთან გვაქვს საქმე, ნაკლებად არის ცხელება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ის სიმპტომები, რაც მოითხოვს, რომ დროულად მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაზე მიმართვიანობა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, რაც არის და რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის, როდესაც შარდის გამოყოფა მცირდება. ანუ დიურეზი არის შემცირებული, ანუ მიღებული და გამოყოფილი სითხე არ არის, ასე ვთქვათ, თანაბარი. ან როდესაც მიღებული სითხე ბევრად მეტია, ვიდრე გამოყოფილი, ხო? ასეთ დროსაც უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება გარკვეულ სერიოზულ, ასე ვთქვათ, პათოგენთან მქონდეს საქმე, იგივე ენტეროჰემორაგიულ ეშერიხიასთან, რომელსაც ახასიათებს ეს ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომის ასე ვთქვათ, განვითარება, რომლის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, სამიზნე ორგანო არის თირკმელი და თირკმლის უკმარისობა. ამიტომ მოკლედ ისე რომ ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობისთვის გასაგებად, თუ არის ნაწლავთა მოქმედება სისხლიანი ან სისხლის მინარევებით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ ნებისმიერ ასე ვთქვათ, ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერ იმუნური სტატუსის ადამიანთან დროულად უნდა მოვახდინოთ რეაგირება და არ დაველოდოთ. ჩვენ ვთქვით, რომ დანარჩენ შემთხვევებში შეიძლება 48 საათი დაველოდოთ და დინამიკაში შევაფასოთ ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანს არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება ან არ შედის რისკ ჯგუფში, მაგრამ თუ ეს სიმპტომები გამოჩნდა, რაც აღვნიშნე, ანუ შარდის შემცირება და სისხლიანი დიარეა, ეს უკვე არის იმის ჩვენება, რომ არანაირი 48 საათი საათს არ ველოდებით და დროულად მივმართავთ ექიმს, რომელიც თქვათ მოახდენს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და შემდეგ ასე თქვათ მოხდება უკვე შესაბამისი მკურნალობის დაწყება, თუ ეს არის აუცილებელი. ამიტომ ნაწლავური ინფექციები არის საკმაოდ ასე თქვათ აქტუალური ზაფხულის პერიოდში. თუ გინდათ გავონმარტავ რა იწევს ამ ყველაფერს, რატოა ზაფხულში ინფექციები უფრო ხშირი, ეს ნაწლავური ინფექციები უფრო ხშირი ვიდრე სხვა სეზონებში, ხო? საინტერესოა. რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, რაც ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, მეტად განაპირობებს ნაწლავურ ინფექციებს და არა მარტო ნაწლავურ ინფექციებს, საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს არის მალფუჭებადი პროდუქტები. ეს რას ნიშნავს, რომ ზაფხულში საკმაოდ ბევრი პროდუქტი, თქვათ, შეიძლება საკმაოდ რამდენიმე წუთში უკვე საკვებად იყოს უვარგისი. ამიტომ პროდუქტების შენახვა, პროდუქტების გამოყენება, ამას ყველაფერს სჭირდება მეტი ყურადღების მიქცევა, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ვიმყოფებით, თქვათ, საკურორტო ზოლში, თქვათ, ხო, ასე დროს გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ეს წესები ვერ დავიცვათ და ჩვენ და უნებურად მივირთვათ ისეთი პროდუქტი, შეიძლება იყოს რძის პროდუქტი, თქვათ, შეიძლება იყოს ხორცის პროდუქტი და ასე შემდეგ, რომელიც საკმაოდ მალე შეიძლება უკვე საკვებად უვარგისია, თუმცა რაიმე ესეთი ცუდი გემო არ აქვს, მაგრამ გამოიწვიოს როგორც საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გარკვეულ შემთხვევებში, ასევე ნაწლავური ინფექცია. ეს ერთი მიზეზი. პროდუქტების სწორად შენახვა და მისი სწორად გამოყენება. მეორე მიზეზი არის ასევე მჭიდრო კონტაქტები. ძირითადად, რასაც ვაკვირდები, ზოგადად ნაწლავური ინფექციები საკმაოდ გახშირებულია ზღვის, ასე ვთქვათ, საზღვაო კურორტებზე და ზღვის ზოლში.
რატო ამასაც თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ ზღვაზე საკმაოდ მჭიდრო კონტაქტებია, ანუ ახლოს ვართ ერთმანეთთან, მათი ამ დაავადების უმრავლესობა კონტაქტური და წვეთოვანი გზით გადადის, ეს ერთი მიზეზი, მეორე, ჰიგიენური ნორმების დაცვა გარკვეულ შემთხვევებში რთულია. ეს მე ამაზე ორაზროვანი ასე ვთქვათ, დამოკიდებულება აქვს ადამიანებს, რაც ქვია არ ვიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, საკმაოდ რთულია, როდესაც ზღვაზე ვიმყოფებით, რო ამოვდივართ იქ ხშირ შემთხვევაში ახლო-მახლო არ არის ხოლმე სველი წერტილები, ან თუ არის ჩვენ იშვიათად რომ ვთქვათ, საპნით და ასე დეზინფექტანტებით ხელი დავიმუშავოთ, ხო? ამიტომ ძალაუნებურად ზღვიდან რომ ამოხვალ თუ რამე საკვებს მიიღებ ან რაღაცა ვთქვათ, ეს დაიმბინძურებული ხელი მოხდება ლორწოვანზე, რა თქმა უნდა ეს ზრდის იმის რისკებს, რომ ვთქვათ, ესა თუ ის საკვების მიერ ინტოქსიკაცია ან ნაწლავური ინფექცია, ასე ვთქვათ, გაგვივითარდეს. ამიტომ ეს კომპლექსი ახლო მჭიდრო კონტაქტები, ცხელი სეზონი, როდესაც ხელი, ასე ვთქვათ, გარკვეული მიკრობების გამრავლება უფრო ადვილად ხდება, მალფუჭებადი პროდუქტები, აი ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ იმას, რომ ზაფხულის პერიოდში გვაქვს შედარებით უფრო მეტი ნაწლავური ინფექცია, ვიდრე, ვთქვათ, სხვა სეზონებში. მაგალითად ზამთარში, კი ბატონო. კარგი, ალექსანდრე, ნახეთ კიდე რა მინდა, აი ტკიპები. საფხულის პრობლემაა, ხო? კი. აი რა პრობლემა შეიძლება მოგვიტანოს ამ ტკიპებმა და რა ტიპის ტკიპები არსებობს? კი ბატონო, ზოგადად აღნიშნავ, რომ ეს პრობლემა აქტუალურია, განსაკუთრებით ბოლო წლებში საკმაოდ, ასე ვთქვათ, ბევრი ჩვენს პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოგმართავს ტკიპის, ასე ვთქვათ, ნაკბენის და ზოგადად წერების ნაკბენის გამო და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა და რას გულისხმობ. არც ტკიპების და წერის ნაკბენის უგულებელყოფა არ შეიძლება, რა თქმა უნდა და მეორე არც ყველა წერის ნაკბენზე რაღაცა რეაგირება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, გარკვეული მკურნალობის დაწყება, მათ შორის ანტიბიოტიკებით არ არის სწორი. ამიტომ რაღაცნაირად უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი. ხო, ამიტომ ჩვენ მოსახლეობას რო ასე ვთქვათ, მეტნაკლებად განვუმარტო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ ყველა ტკიპას ინფექცია არ გადააქვს და ყველა მწერს ინფექცია არ გადააქვს. ტკიპა არის ერთ-ერთი ის მწერი, რომელსაც გარკვეული ინფექციების გადატანა შეუძლია და საკმაოდ ბევრი ინფექციის გადამტანია, ესე გლობალურად თუ შევხედავთ, მაგრამ ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში ორ ძირითად დაავადებაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომელიც შეიძლება ტკიპის ნაკბენი დაგვებართოს. პირველი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექცია, ეს არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ჩვენს რეალობაში, ანუ საქართველოში გვხვდება. ძირითადად მისი გადამტანი არის, ასე ვთქვათ, ტკიპები, მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის ტკიპები და აქედან გამომდინარე, ხო, რისკ ჯგუფში შედიან ის ადამიანები, ვისაც ძირითადად შეხება აქვს ველურ ბუნებასთან, შეხება აქვს შინაურ, ასე ვთქვათ, მსხვილფეხა-რქოსან პირუტყვთან და ცხოვრობენ იმ რეგიონებში, რომელ რეგიონებიც ენდემური ამ დაავადებისთვის. საქართველოს, ასე ვთქვათ, თუ ავიღებთ, საქართველოში ძირითადად ეს დაავადებები ენდემურია სამხრეთ საქართველოსთვის. ეს არის ახალციხე, ეს არის შიდა ქართლი, თუმცა სხვა რეგიონებში გვხვდება, მაგრამ პროცენტულ განაწილებას თუ ავიღებთ, ძირითადად 90%-ზე მეტი შემთხვევების, აი ამ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მოდის, თქვათ, სამხრეთ საქართველოზე და შიდა ქართლზე. ანუ ეს რატოა მნიშვნელოვანი, ეს რო ვიცოდეთ. ამიტომ ამ რეგიონში თუ ვიმყოფებით და განსაკუთრებით გვაქვს, ასე ვთქვათ, კონტაქტი ცხოველებთან და გვაქვს ტკიპის ნაკბენი, ეს უკვე არის საყურადღებო და ეს ნიშნავს, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყურადღებით ყოფნა რას ნიშნავს? ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და ზოგადად ყველა ჰემორაგიული ცხელება განიხილება როგორც განსაკუთრებად საშიში ინფექცია, ამიტომ მას როგორც წესი ახასიათებს მწვავე დასაწყისი. ანუ ტკიპის ნაკბენიდან პირველ რამდენიმე საათიდან 7 დღემდე თუ სიმპტომები განვითარდა, როგორც არის ცხელება, გამონაყარი, ძლიერი თავის ტკივილი, კონიუნქტივიტი, ხო? ეს უკვე ეს სიმპტომები ამ ტკიპის ნაკბენთან უნდა დავაკავშიროთ და არ უნდა უგულებელყოთ. ეს რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იმით არის, ასე ვთქვათ, საშიში, რომ მას ახასიათებს საკმაოდ მძიმე გართულებები და
თვითონ დაავადების დასახელებიდან მედგოც ეს გართულება, რომ მისი მთავარი გართულება არის ჰემორაგიები, ანუ სისხლდენები. ანუ თუ ჩვენ ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოსტირებას დავაგვიანებთ და უკვე დიაგნოზს დავსვამთ, მას შემდეგ რაც უკვე ჰემორაგიებია განვითარებული, ანუ კანზე სისჩაქცევებია განვითარებული, შინაგანი სისხლდენაა დაწყებული, ასე დროს ფატალური გამოსავალი არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მაღალი. მაგრამ თუ ჩვენ ამ დაავადებას გავითვალისწინებთ და ამ დაავადების დიაგნოზს დავსვამთ ადრეულ სტადიებში, ანუ სისხლდენებამდე, ჰემორაგიებამდე სტადიაში, მაშინ არის საშუალებები, რომ ჩვენ სისხლდენების პრევენციაც მოვახდინოთ, ან ყოველ შემთხვევაში დროულად ჩავერთოთ მართვაში, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ პაციენტი გადარჩეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ტკიპები, ყველა ტკიპა საშიში არ არის, თუმცა ენდემურად გარკვეულ რეგიონებში, როგორც არის სამხრეთ საქართველოს, შიდა ქართლი, ხდება აი ამ ძიმე ინფექციის გადამტანი ტკიპებიც და თუ აი ამ რეგიონში ვიმყოფებოდით და გქონდა ექსპოზიცია, კონტაქტი ტკიპასთან და გამოვლინდა პირველ, ასე ვთქვათ, 7 დღეში სიმპტომები, ეს ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ და მოვახდინოთ უნდა დროული რეაგირება. გარდა ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელების, როგორც აღნიშნეთ, ტკიპებს საკმაოდ ბევრი დაავადება გადააქვთ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არის ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი. ბორელიოზი, კი ბატონო. აი, რატო არის ბორელიოზი საკმაოდ აქტუალური? ეს თან ნეიროინფექციაა, ხო? კი, ბორელიოზს ახასიათებს ძალიან ბევრი გართულებები, მათ შორის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება. მაგრამ მთავარი პრობლემა არის ამ დაავადების სწორ დიაგნოსტიკაში. ანუ აქ გვაქვს ორი მთავარი პრობლემა. პირველი, რომ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დიაგნოზი ვერ დავსვათ და გარკვეულ შემთხვევაში ჰიპერდიაგნოსტიკა და ასე ვთქვათ, გადამეტებული ანუ არასწორი დიაგნოსტირება ხდება. ანუ ეს რატო? კონტექსტუალურად თუ არ განვიხილავთ ჩვენ ამ დაავადებას და მარტო დავეყრდნობით რაღაც ერთ, ასე ვთქვათ, კომპონენტს, ყოველთვის შეგვეშლება და რას გულისხმობ? ამასაც ჩემი პრაქტიკიდან ვამბობ და არა მარტო ჩემი, რაც აი ბოლო წლებში შევხვედრია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ვთქვათ, ის კვლევები, რაც ტარდება ლაიმის დაავადების სადიაგნოსტიკოდ, ხო? შეიძლება მოგვცეს ეგრეთ წოდებული ჯვარედინი რეაქცია ან ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ კონტექსტის გარეშე ადამიანს არანაირი ეპიდანამნეზი არ აქვს, კლინიკური სიმპტომები არ აქვს და გარკვეულ შემთხვევაში გავაკეთებთ ამ ანალიზს და მივიღებთ დადებითს, მხოლოდ ამ ლაბორატორიული საშუალების მიხედვით ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აქ ლაიმის დაავადებასთან გვაქვს საქმე და არ უნდა დავუწყოთ კურნალობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამის რეალური საკმაოდ ბევრი შემთხვევა გვაქვს, რომ არასწორად ხდება დიაგნოსტირება. ანუ ერთ კომპონენტზე დაყრდნობით. როგორ უნდა დავსვათ ახლა დიაგნოზი? დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, რამდენიმე კომპონენტის სწორი დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კომპონენტის არსებობა. პირველი, ეპიდანამნეზი, ანუ ტკიპის ნაკმენი, ან გარკვეულ შემთხვევაში შევა ვინმეს არ ახსოვდეს ტკიპის ნაკმენი, მაგრამ მიახლოებით მაინც, ანუ ეპიდანამნეზი ქონდეს, რომ ხშირად დადის ტყეში, აქვს კონტაქტი თქვა ცხოველებთან, რაღაცა მუკბინა, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს რა მწერია. ესეც გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება ეპიდანამნეზად ჩავთვალოთ. ერთი, მეორე, კლინიკური სურათი. ლაიმის დაავადებას გარკვეულ შემთხვევებში ახასიათებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში კანის კლინიკური გამოვლინებები. ანუ კანზე ვითარდება სპეციალური, ასე სპეციფიური დაზიანება, რომელიც არის დამახასიათებელი ამ დაავადებისთვის. თუ მსგავსი სპეციფიური დაზიანება გამოვლინდა, ეს უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჩვენ ლაბორატორიული კვლევები ჩავატაროთ. ამიტომ თუ გვაქვს ეპიდანამნეზი ან კლინიკური სურათი, აი მას შემდეგ უკვე უნდა განხილულ იქნას ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ლაიმის დაავადების სადიაგნოსტიკოდ და აი ამ კომპლექსის განხილვის და ინტერპრეტაციის შემდეგ სპეციალისტის მხრიდან, რა თქმა უნდა გადაწყდეს, უნდა უმკურნალოთ ლაიმის დაავადებას თუ არა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რაც შეეხება თუ ჩვენ დიაგნოზი დროულად ვერ დავსვით, რა გართულებები შეიძლება გქონდეს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ნეირობორელიოზი არის ძალიან ესეთი სერიოზული დაავადება და ამაზე ვიტყვი, რომ თუ ლაიმის დაავადება, ანუ გაგვეპარა, ასე ვთქვათ, ისე ჯარგონულად და ვერ დავსვით ეს დიაგნოზი, იმიტომ რომ ან გამოვლინდა სიმპტომები, ან ვერ მივიტანეთ ეჭვი, ან რაღაც ლაბორატორიულ, ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკა ვერ მოხერხდა სწორად,
ამ დაავადება შეიძლება პირველ ეტაპზე არანაირი გამოვლინება სიმპტომები არ ქონდეს, მაგრამ გვიან ეტაპზე უკვე გამოვლინდეს საკმაოდ სერიოზული ორგანოების და ორგანოთა სისტემების დაზიანება. ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს. პირველი, რაც შეიძლება დააზიანოს, ეს გულსისძარღვთა სისტემა და გული და გამოიწვიოს მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ასე ვთქვათ, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და განვითარდეს ენცეფალიტი, შეიძლება განვითარდეს მონონევრიტი და ასე ვთქვათ, სახის ნერვის ასე ვთქვათ, დამბლა ან პოლინეიროპათია. ასევე შეიძლება განვითარდეს ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, ერთი სახსრის ანთება ან პოლიართრიტი, მრავლობითი სახსრების ანთება, ხო? ყოველგვარი ცხელების და სხვა ზოგადი სიმპტომების გარეშე. ამიტომ გვიანი ბორელიოზის, ანუ მე რაც ვთქვი, გართულებული ბორელიოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ძირითადად ეს პაციენტები არ ხვდებიან ინფექციური პროფილის კლინიკებში, ისე ხვდებიან ზოგადი პროფილის კლინიკებში, ან ნევროლოგიაში, ან კარდიოლოგიაში. და ხა ადამიანს როდესაც მიოკარდიტი აქვს, ან თქვათ ართრიტები აქვს, პირველ რიგში ინფექციას თან არც ცხელება ახლავს და არც რაღაცა მწვავე გარკვეული რამდენიმე თვის წინანდელი ეპიდანამნეზი, პირველ რიგში რა თქმა უნდა ინფექციას არ ვფიქრობთ, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ესეთი აუხსნელი ართრიტებია, აუხსნელი კარდიტებია, აუხსნელი ნევროლოგიური გამოვლინებებია, ყოველთვის უნდა ჩავეკითხოთ ეპიდანამნეზი გავარკვიოთ. იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება პაციენტმა გაიხსენოს, რომ რამდენიმე წლის წინ ტკიპა მკვინა, ან თქვას რომ მონადირია, ან უყვარს ტყეში სიარული და ეს უკვე ხელჩასაჭიდია, რომ თქვა მე ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის გარკვეული კვლევები ჩატარდეს და ამის მე კლინიკურ სურათთან ერთად ინტერპრეტაცია მოხდეს, იმიტომ რომ ესეთ გვიან ბორელიოზის მკურნალობა საკმაოდ რთულია, ანტიბაქტერიული მკურნალობა სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი და არა მხოლოდ ანტიბაქტერიული მკურნალობა, თქვა გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება სხვა დამატებითი რაღაც საშუალებებიც გახდეს საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დროულად მივიტანოთ ამ დაავადებაზე ეჭვი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მეორე პრობლემა რაც გვაქვს, ისიც არ უნდა გამოგვეპაროს, რომ არ მოხდეს ჰიპერდიაგნოსტიკა და მხოლოდ იმ ადამიანებთან ჩავატაროთ გარკვეული კვლევები, ვისთანაც კლინიკურ ან ეპიდემიოლოგიური საფუძველი გაგვაჩნია. იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, მარტო ლაბორატორიული მონაცემით ზოგადად არც ერთი დაავადების დიაგნოსტირება არ არის მიზანშეწონილი და მათ შორის ყველაზე უფრო მეტად ამ კუთხით მნიშვნელოვანია ლაიმის დაავადება, იმიტომ რომ ხშირად გვაქვს ხოლმე ჯვარედინი რეაქციები, რომლის ინტერპრეტაცია გარკვეულ შემთხვევაში გვიჭირს ხოლმე. ანუ ალექსანდრე, შეიძლება დაუშვათ ტკიპამ გვიკბინოს დღეს და სიმპტომები გამოჩნდეს თვეების ან წლის შემდეგ? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ტკიპით გადამდები დაავადების უმრავლესობა მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორცაც ტკიპის მიერენცეფალიტი, იგივე თქვა რიკეციული დაავადებები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, მაგრამ რაზეც ბოლოს ვისაუბრეთ, ლაიმის დაავადებას ბორელიოზის შემთხვევაში მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ანუ შეიძლება და ზოგადად ამ დაავადებას აქვს სამი სტადია, ადრეული სტადია, პირველი, მეორე, ასე ვთქვათ, სტადია, შემდეგ როდესაც კლინიკური სურათი ვლინდება, სხვა არასპეციფიური სიმპტომებით გამონაყრით ცხელები და ასე შემდეგ და გვიანი სტადია, როდესაც ეს ორგანოთა სისტემების დაზიანება ხდება, ცენტრალური ნერვული სისტემის, გულსისძარღვთა სისტემის, ძვალსახსროვანი სისტემის. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში პირველი და მეორე სტადია ასე ვთქვათ, არ ვქონდეს, ან იმდენად მსუბუქად ვქონდეს, რომ ადამიანმა არ მიაქციოს ყურადღება და პირდაპირ წლების შემდეგ გამოვლინდეს, ასე ვთქვათ, გვიანი ბორელიოზის მესამე სტადიის სახით, როდესაც უკვე გვაქვს ორგანოების და ორგანოთა სისტემების დაზიანება. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური, ასე ვთქვათ, ანამნეზი და ზოგადადაც ვიტყვი, რომ ანამნეზი ინფექციურ დაავადებასთან მიმართებაში არის 70%. ანუ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი ხშირ შემთხვევაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება ლაბორატორიული მონაცემები. და აი მსგავს, ასე ვთქვათ, ტრანსმისიულ, ანუ წერით ნაკმენით გადამდებ დაავადებებში ამას აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ თუ ეპიდანამნეზი გვაქვს, ხო
მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები არ გამოვლინდა, მაინც შეიძლება გარკვეულად, ასე ვთქვათ, პაციენტი იყოს მეთვალყურეობის ქვეშ და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მივცეთ რეკომენდაცია, რომ ესა თუ ის კვლევები ჩაატაროს, რომ მოხდეს მდგომარეობის სწორი შეფასება. ხო, ამიტომაც პრევენციაზეც იყო აქ საუბარი და ერთ-ერთი პრევენცია რა ადრეულ დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თუ გვაქვს ეპიდანამნეზი, შემდეგ ჩვენ გარკვეულ კვლევებს, როდესაც არის პაციენტი, ვეუბნებით, რომ აი 1 თვის შემდეგ გადაიმოწმე ანტისხეულების ტესტი, რომ ნახოთ ანტისხეულები ხო არ წამოვიდა. თუმცა ესეც საკმაოდ ასე ვთქვათ, ისეთია სენსიტიური თემაა და მე არავის არ ურჩევ, რომ ტკიპის ყველა ტკიპის ნაკმენის შემდეგ ერთ თვეში ბორელიოზი ან სხვა დაავადებაზე გარკვეული ტესტები ჩაატაროს. ეს ყველაფერიც ექიმის ინტერპრეტაციის შემდეგ უნდა მივიდეთ ამ დასკვნამდე რა, იმიტომ რომ ეს პრობლემაც გვაქვს, რომ ხანდახან არის, რომ ყველა მწერის ნაკმენის შემდეგ ფიქრობენ, რომ ლაიმის დაავადება ხო არ არის და ან პრევენციული მკურნალობა მიდის ანტიბიოტიკებით, ან გარკვეულ ლაბორატორიულ კვლევებს იტარებენ. ესეც ბოლომდე გამართლებული არ არის, ჩემი აზრით, აი ეს საყურადღებო ეპიდემიოლოგიური ანამნეზი და კლინიკა უნდა შეაფასოს სპეციალისტმა და მან გადაწყვიტოს მერე ვთქვათ გარკვეული ღონისძიებების ამ გამოვლინებას ინფექციონისტები მკურნალობთ თუ უკვე კომპლექსურად კარდიოლოგებთან, ნევროლოგებთან ერთად? ამ გვიან გამოვლინებებს, რა თქმა უნდა, სჭირდება მულტიდისციპლინური გუნდის მიდგომა, ანუ ნევროლოგებთან, კარდიოლოგებთან ერთად, რევმატოლოგებთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევებში იმდენად რთულია დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რომ მხოლოდ ინფექციონისტი ამ საქმეს არ კმარა, იმიტომ რომ იქ არის სხვა სერიოზული დაავადებები, რამაც შეიძლება მსგავსი კლინიკა მოგვცეს, ამიტომ აუცილებელია იმ სპეციალისტის ჩართვა და ასე ვთქვათ, რაღაც კონსილიუმის ტიპის გადაწყვეტილებები, რომ მოხდეს დიფერენცირება გვიან ბორელიოზთან გვაქვს საქმე, თუ რაიმე სხვა სისტემურ დაავადებასთან, რომელმაც ეს დაზიანებები გამოიწვია. ამიტომ პრაქტიკაში რო ავიღოთ, არც თუ ისე მარტივია გვიანი ასე ვთქვათ ბორელიოზის დიაგნოსტირება და დიფერენციალური დიაგნოსტიკაც, რომ გავარჩიოთ სხვა დაავადებებისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჩართვა სხვა სპეციალისტებისაც. ალექსანდრე, რა გავაკეთოთ, რომ არ გვიკბინოს ტკიპამ დამწერმა? ანუ აი რა დამცავი საშუალებები ხო არსებობს? კი ბატონო, საკმაოდ ისეთი საინტერესო და კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე, რომ რაღაცა გამოვიყენებთ რაიმე ერთ მედიკამენტს და წერი არ მოგვეკარება. აქ არის, ასე ვთქვათ, უნდა შევხედოთ ამას როგორც ესეთ კომპლექსურ საკითხს. პირველი ზოგადად რატო მოიმატა ტკიპის ნაკმენმა ჩვენ რეალობაში? აი ეს არის ქცევის ცვლასთან და ასე ვთქვათ ცვალებადობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ბოლო წლებია საკმაოდ ესეთი კარგი ტენდენციაა შემოვიდა, ასე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაშიც, რომ ადამიანები გადიან ბუნებაში, პიკნიკზე, ასე ვთქვათ, სეირნობენ მდინარის ტბის ნაპირებზე, ვთქვათ, ტყეებში და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, თუმცა აი ამ ქცევის ცვალებადობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ უფრო მეტად გვაქვს რისკი წერებთან ექსპოზიციის და თქვათ წერებთან კონტაქტის რისკი გაიზარდა. აქედან გამომდინარე, როდესაც გავს გარემოში მივდივართ, სადაც ვიცით, რომ არის ტკიპები და არა მარტო ტკიპები, სხვა მწერები, აუცილებელია, რომ ჩვენი ჩაცმულობა და ჩვენი ასე თქვათ ეკიპირება შეესაბამებოდეს აი ამ გარემოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ესეთი დახურული ტანისამოსი გვეცვას, მესმის, რომ ზაფხულია და შეიძლება ეს დისკომფორტის შემქმნელი იყოს გარკვეულწილად, მაგრამ ნუ ესეც ერთ-ერთი დაცვის საშუალებაა, რომ ვიყოთ ისე შემოსილები, რომ ნაკლებად გქონდეს მწერს ჩვენთან ექსპოზიციის საშუალება. ეს ერთი. მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი, არის სპეციალური, ასე ვთქვათ, მწერის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სპრეები იქნება ეს თუ სხვადასხვა სითხეები, რომლებიც გამოიყენება როგორც, ასე ვთქვათ, შიშველკანზე, ასევე ტანისამოსზე და ეს, ასე ვთქვათ, საშუალებებიც გარკვეულწილად გვიცავს მწერებთან ექსპოზიციისგან. ეს მეორე. მესამე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ბავშვებთან კონტექსტში განვიხილოთ ეს სწორად. თუ ბავშვს ვასეირნებთ ასეთ ბუნებაში, სადაც არის ასე ვთქვათ, სცენარეები, ხეები და არის რისკი, რომ გქონდეს ბავშვს ექსპოზიცია არა მხოლოდ ტკიპასთან, არამედ სხვა მწერებთანაც,
მცირეწლოვან ბავშვებზე საუბრობ ძირითადად 2-3 წლამდე ბავშვებთან ზე აუცილებელია რომ ის ასე თქვა ეტლი რითაც ვასეირნებთ იყოს დაფარული ბადით, რომელიც რისკებს შეამცირებს მწერებთან ექსპოზიციის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მივალთ სახლში და ვიყავით ან პიკნიკზე ვიყავით, ან სადღმე თქვა სასე ან ექსკურსიაზე ბუნებაში, პარკში, დავითვალიეროთ სხეული და ვნახოთ, იმიტომ რომ ტკიპა ხანდახან ისია ჩვენს კანზე მიკრული, რომ შეიძლება 1-2 დღის განმავლობაში ვერაფერი ვერ გავიგოთ. არაერთი მსგავსი შემთხვევა გქონია, ესეთ შემთხვევებიც გქონია, რომ განსაკუთრებით თავისთმიან ნაწილში იყო ტკიპა ბავშვთან და რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა აღმოჩენა, რომ ტკიპა იყო, ასე თქვა, ბავშვის სხეულზე. ამიტომ აუცილებელია, რომ შესაძაც მივალთ სახლში, კარგად დავითვალიეროთ, ასე თქვა, სხეული, რომ ნახოთ, ხო არ არის სადმე კანზე ტკიპა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვებში, იმიტომ ბავშვებმა შეიძლება ეს მცირე დისკომფორტი, ესე მცირეწლოვანი ბავშვმა ვერ გადმოგწეს და გამოხატოს მხოლოდ ტირილით, უხასიათობით და ასე დროს აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს ამის აღმოჩენა. ამიტომ აი ეს კომპლექსი შესაბამისი ეკიპირება, სპეციალური გარკვეული დამცავი საშუალებების გამოყენება, შემდეგ უკვე სხეულის დათვალიერება, ეს ჯამში გვაძლევს იმას, რომ ნაკლებად გვექნება ასე თქვა რისკი, რომ კონტაქტი გქონდეს ტკიპებთან და მეორე რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის ზოგადად აი ამ რეკრეაციული ზონების სწორად მოვლა ეს ერთი რომ აი რაც შეიძლება ნაკლებად გავრცელდეს ესეთი მწერები, მე შინაური ცხოველების მოვლა, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ტკიპები ძირითადად შინაური ცხოველების ტკიპები არიან, ეს ყველაფერი ასე თქვა ხელს უწყობს თუ ჩვენ აი ამ ჯაჭვში ყველა კომპონენტი გვაქვს ასე თქვა დაცული, რა თქმა უნდა ეს ამცირებს როგორც აი ამ ტკიპების არსებობას ბუნებაში, ასევე შემდეგ ამცირებს უკვე ჩვენს ასე თქვა ექსპოზიციას ტკიპებთან. ამიტომ ჩვენი მხრიდან რაც არის, ეს არის ეკიპირება, სპეციალური სპრეების გამოყენება ჩვენებით და შემდეგ უკვე დათვალიერება სხეულის. კი ბატონო. კარგი, ახლა მინდა რომ COVID-19-ს მიუბრუნდეთ. ანუ წავიდა ეს COVID-19? თუ კვლავ ჩვენთან ერთად არის? ისეთი რიტორიკული და თან საინტერესო კითხვა. რა თქმა უნდა, COVID-19 არცად არ წასულა, ის უბრალოდ გადაიქცა ჩვეულებრივ ესეთ რესპირატორულ ინფექციად და დაახლოებით 5-დან 10%-მდე სეზონზე, როდესაც ადამიანს აქვს რესპირაციული ინფექციები, ეს დაკავშირებულია COVID-19-ის გარკვეულ ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამებთან, თუმცა მისი მიმდინარეობა არ არის ისეთი, როგორიც იყო. და აქედან გამომდინარე მას აღარ აქვს უნარი, რომ გამოიწვიოს ისეთი მასშტაბური, ასე ვთქვათ, კატასტროფა, როგორც იყო პანდემია და რომელმაც გამოიწვია ესეთი საშინელი გლობალური შედეგები, როგორც მილიონობით ადამიანის გარდაცვალება, ასევე ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა მთელ მსოფლიოს, როგორც ეკონომიკური, სოციალური და უამრავი კუთხით და ერთ რამეს გაუსვამ ხაზს, ახლა თქვენ სპორტის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით ბატონო ოთარ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა მოვლენა, რის შედეგადაც დიდი სპორტული ფორუმი გადაიდო და ჩვენ ვიცით, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ევროპის ჩემპიონატი გადაიდო 2020 წელს და ასევე ოლიმპიადა გადაიდო, ხო? ანუ მარტო ეს მოვლენა ასახავს იმას, რომ რამდენად გლობალური გავლენა ჰქონდა მას ჩვენს ასე ვთქვათ ცხოვრებაზე და პანდემიით გამოწვეულ ასე ვთქვათ ზიანს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და ასე შემდეგ ჯერ კიდე სწავლობენ და ეს ბოლომდე არ არის შესწავლილი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც აღნიშნე ათეულობით მილიონი ადამიანი ასე ვთქვათ გარდაიცვალა აი ამ ვერაგი ვირუსით. დღევანდელი გადასახედიდან ალექსანდრე, აი თქვენ როგორც პროფესიონალი სპეციალისტის, ინფექციონისტის თვალით დანახული, ანუ რამდენად სწორად მოვიქეცით აი ამ პანდემიის დროს ზედმეტად მკაცრები ხო არ ვიყავით, ან უფრო მკაცრები ხო არ უნდა ყოფილიყავით? აი როგორ ფიქრობთ აი დღეს უკვე? კი ბატონო, ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ
პანდემია ხდება 100 წელიწადში ერთხელ. ხო, როგორც აქამდე ისტორია გვაჩვენებს, ესეთი ახალი ინფექციით გამოწვეული ესეთი მასშტაბური პანდემია, რომელიც თქვა იწვევს მოკლე დროში საკმაოდ დიდი ადამიანების დაინფიცირებას და საკმაოდ ესეთ მაღალ ლეტალობას, ესეთი მანამდე იყო ასე თქვა ესპანური გრიპი, ხო, 20 საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ მსგავსი გამოცდილება არ ქონია და შემდეგ უკვე ასე თქვა 2020 წლიდან ქონდა ეს COVID-19-ის პანდემია. აქედან გამომდინარე, ამის მზაობა ვერავის ვერ ექნებოდა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ან სხვადასხვა ასე თქვა ავტორიტეტულ სამედიცინო ინსტიტუციებში ყოველთვის არის თეორიული მზაობა მსგავსი ასე თქვა პრობლემისთვის, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ პანდემიის დროს, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში არავის არ ექნებოდა, იმიტომ რომ ეს ასე თქვა თავისი თვალით არავის არ ქონდა ნანახი. თუ რა შეიძლება რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს მსგავსმა ასე თქვა რესპირაციული ინფექციით გამოწვეულმა პანდემიამ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან რომ გადავხედოთ 2020 წელს შეიძლებოდა გარკვეულად სხვა რეაგირებების მოხდენა, რასაც თეორიულად შეიძლება იქამდე მივეყვანეთ, რომ ნაკლები ზიანი მოიტანა პანდემიას, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მარტივია ამაზე საუბარი, მაგრამ ხო, დღეს მარტივია. რომ იმ სიტუაციიდან რაშიც ვიყავით, რა თქმა უნდა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად სწორად მოვიქეცით. უბრალოდ აქ ერთი საკითხია კიდევ რა, რაზეც მინდა ასე თქვა ვისაუბრო, რომ მნიშვნელოვანი არის რა, რომ იმან რაც გავიარეთ, გარკვეული გაკვეთილი მოგვცეს. პანდემია ხო, რომელიც ასე თქვა დასრულდა, მაინც თქვა COVID-19 გამოწვეული პანდემია დასრულებულია, უნდა იქიდან ავიღოთ რაღაც ასე თქვა ინფორმაცია, რაც მოგვცემს ჩვენ საშუალებას, რომ ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდა, ჩვენ ვიყოთ ბევრად მომზადებული და ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასე თქვა გაკეთებული აქვს აქცენტი და ამაზე ხშირად თქმულა, რომ უკვე ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდა, რეაგირება იქნება ბევრად უფრო სხვანაირი და ბევრად უფრო ეფექტიანი. იმიტომ ჩვენ უკვე საუბედუროდ ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ პანდემია, მისი დამანგრეველი ასე თქვა ძალა და მისი მასშტაბები თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს, ხო? და მე ჩემ პირად ასე თქვა ემოციასაც გეტყვით, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც ეს პირველად საქართველოში გავრცელდა COVID-19, ეს იყო თებერვლის 2020 წლის თებერვლის ბოლო, 26 თებერვალს ყავდა პირველი დადასტურებული შემთხვევა და მას შემდეგ უკვე ავიდა და მე უკვე ისტორია ვიცით რაც როგორც და რანაირად გავითარდა, მაგრამ მე პირველად რომ ამ დაავადებასთან შეხება მქონდა ექიმებსაც იყო რა თქმა უნდა შიშის განცდა, იმიტომ რომ ისე დაავადებასთან მქონდა შეხება, რომელიც აქამდე ნანახი არ მქონდა. და მარტო ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოშიც არავის არ მქონდა ასე თქვა ნანახი. სულ თვენახევრის გამოცდილება არსებობდა, ხო? აქედან გამომდინარე სამედიცინო მართვაშიც რა თქმა უნდა ეტაპობრივად სწავლობდით და ეტაპობრივად ვცდილობდით, რომ ასე თქვა რაც შეიძლება ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიგვეღო, ოპტიმალური ისეთი მართვის გაიდლაინები შექმნილიყო, რომელიც იქნებოდა მორგებული იმაზე, რომ პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად და გამოჯანმრთელებულიყო, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი ქონოდა მას. მაგრამ ეს იყო პროცესი და პროცესში ყოველთვის არის გარკვეული შეცდომები. ახლა უკვე ამჟამად, ხო, რა თქმა უნდა, აი ამ გამოცდილებით რაც დაგვიგროვდა, როგორც გლობალური გამოცდილება, ასევე კონკრეტულად თქვა ექიმებს სამედიცინო გამოცდილება, რა თქმა უნდა, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდა, ჩვენი ასე თქვა რეაგირება იყოს უფრო ეფექტიანი და რა თქმა უნდა, არ იყოს ისეთი მასშტაბის მსხვერპლი და ისეთი მასშტაბის დამაზიანებელი ეფექტი, რაც იყო ასე თქვა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს. მე შეგახსენებთ, რომ თვალის კლინიკა Eyeline-ია ჩვენი სპონსორი. დიდი მადლობა Eyelines, მის გარეშე ეს პოდკასტი არიარსებებდა. ახლა მოდი გადავიდეთ სახალხო ამბებზე. არა, აქამდე ყველაფერი სახალხო იყო, მაგრამ აი ესეთი მითი და რეალობა რა. ნახე, ანუ რისი თქვა მინდა, რასაც ხშირად მეკითხებიან ხოლმე. აი მაგალითად ჟანგიანი ლურსმანი. დავაბიჯეთ ფეხის ჟანგიან ლურსმანს, ანუ რამდენად დიდი ალბათობა ტეტანუსის განვითარების. კი ბატონო, ზოგადად
როდესაც ვსაუბრობთ ტეტანუსზე, ტეტანუსის ასე ვთქვათ, სპორები, როგორც წესი, არიან ნიადაგთან ახლოს, თუ ეს ლურსმანი იმყოფება ნიადაგთან ახლოს, ანუ მიწაზე, ვთქვათ, ასე დროს და აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, შეფასდეს და ადამიანმა ჩაიტაროს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. თუ ვთქვათ, ჟანგიანი ლურსმანი იმყოფება კედელზე და უბრალოდ მცირე ზომის ასე ვთქვათ, დაზიანება მივიღეთ, ასე დროს ნამდვილად არ არის აუცილებელი ტეტანუსის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, ვაქცინაციის ჩატარება. ამიტომ კონტექსტი უნდა განვიხილოთ. მაგრამ მაინც სპეციალისტი წყვეტს ხო ამას? სპეციალისტი, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან ინტერპრეტაცია არასდროს არ იქნება ბოლომდე სრულყოფილი და შეიძლება რაღაცა გამოგჩეს, ამიტომ მსგავს შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს როგორც დაზიანების ხარისხს, ასევე იმას თუ ვთქვათ, რითი მოხდა ეს დაზიანება და ამის შემდეგ უკვე გადაწყდება ჩატარდეს თუ არ ჩატარდეს ვაქცინაცია. მეორე სახალხო ამბავი. ანუ მითი და რეალობა მივადექით. სახლში მოხუფული კონსერვი. რამდენად საშიში შეიძლება იყოს? ანუ ბოტულის გულისხმობ. სახლში მოხუფული კონსერვი ცალსახად საშიშია. და რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ ასე თუ ვამზადებთ ან კონსერვს სახლის პირობებში, ასე დროს პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ბოტულიზმის რისკი 0-მდე დავიყვანოთ. მე ხშირად მომისმენია პაციენტებისგანაც, ადამიანებისგანაც, ვინც ამას მოიხმარება, რომ იცი რა, კარგად რეცხავთ ამ იმას, რა ქვია, პროდუქტს, ვცდილობთ, რომ ძალიან ისე ჰიგიენურ ნორმების დაცვით მოვამზადოთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს 100%-ით არასდროს ბოტულიზმის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბოტულიზმი გახლავთ იმდენად საშიში და მძიმე ინფექცია, თუნდაც 0.1%-ის რისკის არსებობის გამო, მაინც არის მნიშვნელოვანი, რომ უარი ვთქვათ სახლში მოხუფული კონსერვის, ასე ვთქვათ, მიღებისგან და აქ ოღონდ იგულისხმება რა, როდესაც ანაერობული, ანუ უჰაერო გარემო, აი ესეთ ისე რომ ხუფავენ, როდესაც ჰაერი არ რჩება, ხო? ხრახნის სწორი ქართული. ხრახნიანი, ასე ვთქვათ, ქილების გამოყენება ანაერობულ გარემოს არ ქმნის და ასე დროს, რა თქმა უნდა, ამ რისკი დაავადების პრაქტიკულად არ გვაქვს. მაგრამ თუ ხუფავთ კლასიკურად, რასაც საქართველოში მოხუფულ პროდუქტს ეძახიან და ამას ვაკეთებთ სახლის პირობებში, ბოტულიზმის რისკი თუნდაც დაბალი, მაგრამ მაინც რჩება და ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, რომ სახლში მოხუფული პროდუქტი არ მივირთვათ. ცოტა ისეთი კაცრი განცხადება, მაგრამ ნუ რა ვქნათ, დაავადება საკმაოდ ძიმეა. მე გეთანხმებით, ბატონო ალექსანდრე, ახლა მე ინფექციონისტი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვერიდები, აი სუფრასთან როცა ვარ და რომ გავიგებ, რომ სახლში მოხუფულია კომპოტი მაგალითად ან მჟავე კიტრი. კომპოტი ნაკლებ საშიშია. არა, მოხუფულიც ხო არის კომპოტები, რომელსაც ინახავ. მე მოკლედ მე ვერიდები. თითქოს მჟავე კიტრი, მჟავე პომიდორი, მე მაინც ვერიდები. ჯონჯოლი, აი ეს არის ის არა, საიდან შეიძლება ეს დაავადება. ბადრიჯანი, რა თქმა უნდა, კი ბატონო. კარგი, მითია თუ რეალობა, რომ ბავშვმა ზოგჯერ გაურეცხავი ხილიც უნდა ჭამოს, რომ იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს. კი ბატონო, აქაც ეს მითრიდატე პონტოელის ამბავი შხამს რო ასმევდა ძიძა. ორაზროვანი პასუხი მექნება, რა არის, იცით, რა თქმა უნდა, სპეციალურად გაურეცხავი პროდუქტი ხილი არ უნდა მივცეთ ბავშვს. ბავშვი თუ ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ჯანმრთელ გარემოში იზრდება, მას მაინც აქვს ექსპოზიცია და კონტაქტი ამა თუ ასე ვთქვათ, მიკრობთან, ვირუსთან, ბაქტერიასთან და უყალიბდება იმუნიტეტი. ამიტომ ჩვენ ძალით ხელოვნურად არ უნდა ვცადოთ, რომ ასე ვთქვათ, მივცეთ დაინფიცირებული პროდუქტი იმის გამო, რომ ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი. ეს მაინც მოხდება. ჩვენ უბრალოდ უნდა უზრუნველყოთ რა, რომ ბავშვი ასე ვთქვათ, გავზარდოთ ისეთ უსაფრთხო ჯანმრთელ გარემოში, კომუნიკაცია ქონდეს გარესამყაროსთან, ბუნებასთან და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად მოხდება ამ იმუნიტეტის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, ამის რაღაცა ასეთი ხელოვნურად ინფიცირებული საკვების მიღწევა არ არის აუცილებელი ჯანსაღი იმუნიტეტის ჩამოყალიბების. პირიქით, შეიძლება ისეთი დაავადება დაემართოს, რომელიც მის იმუნიტეტზე, ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა მოახდინოს. მოკლედ, ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ახლა თქვენთან საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ნახეთ, წინ გვაქვს ზამთარი,
ეს ზაფხული ხო დაამთავრდება, მე შემოდგომა მოვა, სამთარიც მოვა, ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს, მაგრამ გრიპების პერიოდი მოვა და აუცილებლად მეორეჯერ უნდა მოგიწვიოთ სიამოვნებით, რომ ამ გრიპებზე ვისაუბროთ და შესაბამისად ვაქცინაციებზე და ამ თემას აუცილებლად შევეხოთ. მოკლედ ალექსანდრე გოგინავა იყო ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ინფექციონისტი. მე შეგახსენებთ რომ თვალის კლინიკა Eyeline-ია ჩვენი სპონსორი და ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. დიდი მადლობა.